გვაქვს სტანდარტული ძროხის რძეზე დაფუძნებული ნაზავები, სოიოს პროტეინზე დაფუძნებული ნაზავები, ნაწილობრივად ან სრულად ჰიდროლიზებული კაზეინის ან შრატის ცილის ნაზავები და ამინომჟავების შემცველი რძის ნაზავები. ეს დაყოფა ხდება ნარევის შემადგენლობაში არსებული ცილის ტიპის მიხედვით. ცილის გარდა ნარევი კი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და ნახშირწყლებს. რომელ ნაზავს აირჩევთ, დამოკიდებულია ჩვილის საჭიროებებზე. სტანდარტული არჩევანია ძროხის რძის ნაზავი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვაქვს ამოქაფება, დიარეა სისხლით ან უსისხლოდ, გამონაყარი ან ცუდი წონის მატება, რაც მიუთითებს რძის ცილის მგრძნობელობაზე ან ლაქტოზას აუტანლობაზე და ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ნაზავის შეცვლა. სოიოს პროტეინის ნაზავების უმეტესობა მაგალითად ულაქტოზოა და შეიძლება განვიხილოთ ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში. მაგრამ ზოგიერთ ჩვილს, რომელსაც ალერგია აქვს ძროხის რძის პროტეინზე, შეიძლება ჰქონდეს ალერგია სოიოს პროტეინზეც. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ჰიდროლიზებული ნაზავით შეცვლა. ჰიდროლიზებული ნაზავებიც მზადდება ძროხის რძისგან, მაგრამ მასში არსებული პროტეინები დაშლილია მცირე ფრაგმენტებად, რაც მათ ნაკლებად ალერგიულს ხდის. ამინომჟავებზე დაფუძნებული ნაზავები შეიცავს სრულად დაშლილ პროტეინებს და გამოიყენება იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ჩვილს რეაქცია აქვს ჰიდროლიზებულ ნაზავებზეც.